ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 3.5-დან 3.75%-მდე დიაპაზონში შენარჩუნებას კომიტეტის 9 წევრმა დაუჭირა მხარი, 3 წევრი კი წინააღმდეგ წავიდა, რომლებმაც ინფლაციური წნეხის შემცირების მიზნით მაჩვენებლის 0.25% პუნქტით გაზრდას ითხოვდნენ. უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ეკონომიკური აქტივობა მყარად ფართოვდება და ეს ხერხდება იმის მიუხედავადაც კი, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო დაძაბულობა ნარჩუნდება. ფედის შეფასებით ამ დროისთვის სამუშაო ადგილების ზრდა და სამუშაო ძალის დინამიკა შეესაბამება, მუშაურობის დონე კი სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობა ნაკლებია. ამერიკულმა სატრანსპორტო გიგანტმა UPS-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 22.8 მილიარდის კონსოლიდირებული შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით მეტია და Wall Street-ის მიერ პროგნოზირებულ 21.91 მილიარდ დოლარს აღემატება. საყურადღებოა, რომ ჩამორჩენა დაფიქსირდა წმინდა მოგების კუთხით, კერძოდ თუ გასული წლის შესაბამის პერიოდში კომპანიამ 1.28 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო. ამჯერად ამ მაჩვენებელმა 604 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, კომპანიაში და ამერიკული ბაზრის შემოსავალი 6%-ით გაიზარდა, რაც თითო გზავნილზე მიღებული ამონაგების მატებით იქნა განპირობებული. პარალელურად საერთაშორისო გადაზიდვების სეგმენტში 12.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ UPS-მა 2026 წლის მთლიანი ფინანსური პროგნოზიც გაზარდა. მათი შეფასებით წლიური კონსოლიდირებული შემოსავალი 91.2 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო ერთ აქციაზე კორექტირებული მოგება 7.22 დოლარის ფარგლებში იქნება. ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ UPS-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 0.82%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია 112 დოლარად იყიდება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 96 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიმდინარე კვირის დასაწყისში ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა ამერიკაში მყოფი ყველა იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ფასიან პრემიუმ და პრემიუმ პლუს პაკეტებს ფლობს, საბანკო სერვისი X-Money აამუშავა. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განათავსონ დეპოზიტები, განახორციელონ პირდაპირი გადარიცხვები, გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ საბანკო ტრანზაქციები და გაგზავნონ ჩეკები უშუალოდ აპლიკაციიდან. დეპოზიტები ნიუ-ჯერსიში ბაზირებულ Cross River ბანკში განთავსდება, რომელსაც არაერთი ფინტექ აპლიკაცია იყენებს. აღნიშნული დეპოზიტები ამერიკის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის მიერ 250,000 დოლარამდეა დაზღვეული. მასკი წლებია აცხადებს, რომ მას სურს X-ი ჩინურ WeChat-ს დაამსგავსოთ. WeChat-ი, რომელიც მიმოწერა, შოპინგსა და საგადასახადო სერვისებს აერთიანებს ჩინეთში სამომხმარებლო ხარჯების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ვიზამ მესამე ფისკალური კვარტალი 11.6 მილიარდიანი შემოსავლით დახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იან ზრდას ნიშნავს. კომპანიის კორექტირებულმა წმინდა მოგებამ 6.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო თითო აქციაზე მოგებამ 3.22 დოლარს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-ით მეტია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური შედეგების ზრდა საგადახდო ოპერაციების მოცულობის მატებამ განაპირობა. საანგარიშო პერიოდში დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 71.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო ტრანზაქციების მოცულობა 13%-ით გაიზარდა. მონაცემთა დამუშავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა. მომსახურების სეგმენტიდან შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო სხვა შემოსავლების კატეგორიაში 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საანგარიშო კვარტალში კომპანიის საოპერაციო ხარჯები 19%-ით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ნაწილობრივ პერსონალის ხარჯებსა და სასამართლო დავებს უკავშირდება. საყურადღებოა, რომ დადებითი შედეგების გამოქვეყნების პარალელურად ვიზამ 2006-მდე თანამშრომლის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც კომპანიის შტატის დაახლოებით 7% შეადგენს. შემცირებები ძირითადად ტექნოლოგიურ და პროდუქტების განვითარების გუნდებს შეეხება. კომპანიის გენერალური აღმასრულებელი დირექტორის რაიან მაკიერნის განცხადებით, პროცესების გაჩქარებასა და სამუშაო გარემოს გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს ხელოვნური ინტელექტი უკვე ასრულებს. 2026 წლის მეორე კვარტალში შვეიცარიული საბანკო ჯგუფის UBS-ის საერთო შემოსავალმა 13.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იან ზრდას ნიშნავს. თუ გასული წლის შესაბამის პერიოდში კომპანიის ფინანსური შედეგები შედარებით დაბალი იყო, ამჯერად წმინდა მოგებამ 2.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო წლის პირველი ნახევრის ჯამურმა მაჩვენებელმა 5.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან თითო აქციაზე გადანაწილებული მოგება გასული წლის მაჩვენებლიდან 0.72 დოლარიდან 0.87 დოლარამდე გაიზარდა. საბანკო ჯგუფის მოგებამ დაბეგურამდე 3.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 64%-იან მატებას ნიშნავს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური შედეგების ზრდა ძირითადად გლობალური ქონების მართვასა და საინვესტიციო საბანკო მიმართულებების აქტიურობამ განაპირობა. მეორე კვარტალში ქონების მართვის სეგმენტში წმინდა ახალი აქტივების მოცულობამ 36 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ჯგუფის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ღირებულებამ სარეკორდო 7.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამას გარდა კრედიტ სუისის ინტეგრაციის პროცესი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. საბანკო ჯგუფი 2026 წლის ბოლომდე 13.9 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთო ხარჯების შემცირებას გეგმავს.
ჩინეთში ნახევარგამტარების დასამზადებელი მოწყობილობის ადგილობრივი წარმოება დაიწყო, რამაც გლობალურ ბაზარზე ჰოლანდიური ტექნოლოგიური გიგანტის ASML-ის აქციების 5.8% შემცირება გამოიწვია, როგორც ირკვევა შანხაიში დაფუძნებულმა სახელმწიფო კომპანიამ. ღრმა ულტრაიისფერი ლითოგრაფის დანადგარების გამოშვება დაიწყო და პირველი აპარატების მიწოდებას ისეთი მსხვილი ჩინური მწარმოებლებისთვის გეგმავს, როგორებიც SMIC და CXMT-ა. რაც შეეხება წარმოების მასშტაბებს, ჩინური კომპანია მიმდინარე წელს მხოლოდ 5 ერთეული დანადგარის დამზადებას გეგმავს. 2027 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 20 ერთეულამდე გაიზრდება. შედარებისთვის ნიდერლანდური ASML 2026 წელს 130 ერთეული DUV აპარატის გამოშვებას აპირებს და წარმოების 30%-ით გაფართოებას მომდევნო წელსაც გეგმავს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანალიტიკოსები ჩინურ ტექნოლოგიურ მიღწევას სკეპტიკურად უყურებენ და ASML-ის პოზიციების შერყევას მოკლევადიან პერიოდში არ პროგნოზირებენ. ODDO BHF-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა სტეფან ურიმ აღნიშნა, რომ ჩინური ახალი ტექნოლოგიის შესაძლებლობები სავარაუდოდ დაბალი სეგმენტის მოწყობილობებით შემოიფარგლება. განმარტებისთვის საუბარია არა უახლეს 1-დან 3 ნანომეტრიან ჩიპებზე, არამედ ისეთ ნახევარგამტარებზე, რომლებიც უფრო ზოგადად გამოიყენება და ნაკლებად ძვირადღირებულია. Futurum Group-ის ანალიტიკოსით Nick Patience-ის განცხადებით, თუ ჩინეთს ASML-ის მონოპოლიის დასრულება სურს, მათმა დანადგარებმა ეფექტიანობითა და საიმედოობით ნიდერლანდური ტექ-გიგანტის დონეს უნდა მიაღწიონ, ამას კი მრავალწლიანი გამოცდილება და ტესტირება დასჭირდება. კომპანია Airbus-მა 24 საათზე მეტი ხანგრძლივობის მარათონული სატესტო ფრენა დაასრულა. A350 ტიპის ლაინერი, რომელიც რეკორდული კომერციული რეისებისთვის იქნება, სამშაბათს მელბურნიდან აფრენის შემდეგ საფრანგეთში დაეშვა. ეს ტესტირება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ავიაკომპანია Qantas-ის პროექტისთვის Project Sunrise, რომელიც მიზნად მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კომერციული სამგზავრო რეისების გაშვებას და შორმანძილზე მგზავრობის სრულ ტრანსფორმაციას ისახავს. ავსტრალიასა და ევროპას შორის შუალედური გაჩერებების გაუქმების გზით. სპეციალურად მოდიფიცირებული ლაინერი A350-1000 ULR ავსტრალიური გადამყვანის უწყვეტ რეისებს სიდნეი-ლონდონის მიმართულებით 2027 წლიდან შეასრულებს. Airbus ივნისის თვიდან მოყოლებული საჰაერო ხომალდის ორთვიან სატესტო კამპანიას ახორციელებს. Airbus-ის ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი, რომელიც აღჭურვილია სპეციალურად შექმნილი დამატებითი საწვავის ავზით, ჰაერში 24 საათსა და 24 წუთს იმყოფებოდა. მან 23075 კილომეტრი უწყვეტად დაფარა და საფრანგეთში ტულუზაში მდებარე ავიაქარხანაში დაეშვა.